პრიორიტეტები კონკრეტული ეურის ბიუროკრატიის შემდგენად? ხო, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს არ არის სიახლე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული დერეფანი, აღნიშნული ჩვენი ქვეყნის როლი. Რა თქმა უნდა, ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის ეკონომიკურად. თქვენ თუ გადახედავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ობიექტურად აფასებს საქართველოს როლს, ობიექტურად აფასებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რეფორმებს, წინსვლას, რა თქმა უნდა, ყველგან საქართველო არის მოწინავე. როგორც კი ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ჭრილში იცით თქვენ მათ აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის გამოყენება სურდათ, უნდათ სხვადასხვა მიმართულებით, პირდაპირ მოწოდებები იყო მეორე ფრონტი გახსნილიყო ქვეყანაში, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, პერს რაღაც თავის ინტერესები გააჩნია საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ ხო უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დავიცვათ პირველ რიგში ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ინტერესები. ამიტომ ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ეს ევროპული მომავალი ევროინტეგრაციის გზა, რომელიც მნიშვნელოვანია, ძალიან რთულია, უამრავი გამოწვევებია, არასამართლიანი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით. ყველაფერ ამის მიუხედავად, ჩვენ რა თქმა უნდა ვახორციელებთ რეფორმებს, ქვეყანა წინ მიდის, ვინარჩუნებთ მშვიდობას. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ირაკლი კაბაკის ინიციატივის დაკავშირებით, ფასების შემცირების დაკავშირებით, განაცხადა ჩვენს ფასების შემცირება. ამით დაიწყო აქტიურად სამუშაო, მიწებებთან ერთად შეხვედრა. ამ სამუშაოთან დაკავშირებით ძალიან მშვენია და ასევე კრიტიკოსებიც გამოუჩენ ამ ფასების შემცირების დაკავშირებით. პირველ რიგში როგორ შეხვდა, შემდეგ კრიტიკოსებთან დაკავშირებით რომ ვიტყვი. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია მთელ რიგ პროდუქტებზე, გარკვეულ პროდუქტებზე მოხდეს ფასების შემცირება, თუ არის ამისი რესურსი და მაგიტომ ხდება შეხვედრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რომ მათთან ერთად მსჯელობის შედეგად უნდა შევძლოთ ჩვენ აღნიშნული მიმართულებით კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების დარეგულირება. მე მივესალმები იმას, რომ მიმდინარეობს დიალოგი, დაიმართა არაერთი შეხვედრა. სხვა დანარჩენი ხა სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და ნახოთ, იმედი მაქვს, რომ გარკვეულ პროდუქტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მოხდება ფასების დარეგულირება. ანუ კრიტიკოსებს რაც შეეხება, ხა ყოველთვის არსებობენ ასეთი ადამიანები. ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური თვალსაზრისით ხდება სპეკულაციები ყველა გამოწყებაზე, ყველა რეფორმაზე, თუნდაც ამ ტიპის შეხვედრებზე, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ის, რაც ჭირდება ქვეყანას და რაც არის ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე. თქვენ როგორც აღნიშნეთ, შიდა აუდიტმა მოიკვლია თქვენით რომ გადაუხსნათ გამოძიებას პროკურატურას ეს მასალა. იქნებ უთხრათ სხვა კომპანიების შესახებაც ხომ არ აქვს შიდა აუდიტის კვლევა დაწყებული და პროკურატურას ხომ არ აქვს სხვა შემთხვევაში. აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით, შესაბამისად თუ კი რაიმე იქნება სიახლე, ამასთან დაკავშირებით ეს მობილი იქნება როგორც თქვენთვის ასევე საზოგადოებისთვის. სხვა კომპანიების მასალები ხომ გადაგიგზავნიათ თუ მხოლოდ ვაგონ შემკეთებელი ქარხანა. ასევე ვკითხოთ. 3 წლის დაგვიანებით მოხდა ეს ყველაფერი 2023 წლის შესაძლებელი ხო ვაგონ შემკეთებელი ქარხნის. ცოტა უცნაურია 2026 წელს რატომ აღმოაჩინა შიდა აუდიტმა თუ გარღვევა იყო ამ სექტორში და რა თანხაზია საუბარი ეს პროცესში. ჯერ ერთი საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის შემდეგ აუდიტის სამსახური უბრალოდ მოხდება ყველა უწყებაში და ყველა შესაბამის სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30,000-მდე თანამშრომელი, არის უამრავი მერის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებული უწყება, შესაბამისად გარკვეული დრო ჭირდება როგორც შემოწმებას, ასევე კონკრეტულ კომპანიაში შესაძლოა რომ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს იყო 1 წლისი, 2 წლისი, 3 წლისი. თანმიმდევრულად აუდიტის სამსახური მიყვება ყველა სამსახურს, ამოწმებს და შესაბამისად თუ კი რაიმე დარღვევა გამოვლინდება, ამას ყოველთვის მოხდება შესაბამისი რეაგირება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიგრანტთა პაქტს არ ეთანხმება, არაპირებს არც ახალი მიგრანტების მიღებას და არც 20,000 არის გადასახდელი ამის გადახდას. როგორ შეაფასებთ ლატვიის პოზიციას? ნუ აი ხედავთ თქვენ ევროპული ბიუროკრატია რა მდგომარეობაშია. მე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრებდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ
არის უმძიმეს მდგომარეობაში ევროპული ბიუროკრატია. Ისეთი მორჩილი ქვეყნები, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებია, ისინიც კი ამხედრდნენ ევროპულ ბიუროკრატიას და ხედავთ, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებითაც არის ასთა სხვადასხვაობა და აქვს განსხვავებული დამოკიდებულება. სამწუხარო რეალობა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე უნდა შეკითხოთ ამბობს, რომ 2012 წლის მეოცნებები არიან დაჯილდოებები და დაუფასებულები. თქვენ როგორც პარტიის გენერალური მდივანი გვაინტერესებს, ფიქრობთ თუ არა იგივენაირად და რატომ გაჩნდა კონკრეტულ ასეთი სიტუაცია? აქვს გულისხმობდა, რას გულისხმობდა 2011 წლიდან ამ გუნდის წევრი ვარ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს და რა ვიცი, უამრავი თანამებრძოლი იმ დროიდან მოყოლებული, ვისაც განათლება, პროფესიონალიზმი ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს სახელმწიფოს საკითხებზე. არ ვიცი, საუბარი, ამიტომ გამიჭირდება რა მოდით მარკო რობიასთან შეიძლება ესეთი გარჩენილი იყო ბატონო საქართველოს საზღვარგარჩენდება რაღაცა თავის რიგი გავხსნათ და ეს და ჩოგები არიან მაშინდელი პარტიის წევრები. მარკო რობიასთან დაკავშირებით გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარკო რობიო მზად არის მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობები განვაახლოთ, დავიწყოთ ახალი პროცესი და საქართველოს ხელისუფლება რა მზად არის ამ ყველაფრისთვის და მესამედით ამ დამოკიდებულებას გადაწყვეტს მოსაუბრად. ამ გზავნილების შემდეგ არის თუ არა მოლოდინი, რომ დაიწყება ურთიერთობების გადაწყვეტა? მოლოდინი არის აქტუალურია. ჩვენ გახსოვთ, რომ მას შემდეგ რაც სამართლიანი დამოკიდებულება, სიცოცხლე, იგივე თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით ხო არანაირი არგუმენტი, არანაირი განმარტება თუ რატომ დაასანქციონეს კონკრეტული. სამართლოდ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელი იყო და მაშინვე ვთქვით, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი კურსიდან, მოხდეს გადატვირთვა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ახალი ადმინისტრაცია გავაგრძელება ამ თემას თუ შეიძლება. JDS-ის ვიზიტი არის პარლამენტში. სამხრეთ კავკასიაში JDS-ის ვიზიტი ხდება ამერიკული ურთიერთობების პარალელურობაზე. ვაგრძელებთ თემას და გავაგრძელებთ რამე შემოგვიყვება. პრემიერ-მინისტრის GPS წარმოადგენს რა სიტყვით ამ რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე რამდენი მნიშვნელოვანია GPS-ა და TSE-ის გაერთიანება რომ ვთქვათ. ხო, ნუ რეფორმას რაც შეეხება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიმართულებით რეფორმის განხორციელება. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრ კრიტიკას ვისმენდით. შესაბამისად, გაჯანსაღება, რეფორმის განხორციელება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მე მივესალმები იმას, რომ დიალოგი გრძელდება, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობით, დიალოგს შეხვედრებს და საუბარს არ აქვს ალტერნატივა. დანარჩენი დაველოდით პრემიერ-მინისტრს ის თვითონ დააკეთებს განმარტებებს ყველაფერთან დაკავშირებით, არ დარჩება არც ერთი კითხვა პასუხი გაუცემელი. ყველა კითხვაზე არსებობს შესაბამისი პასუხი და ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს. ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობთ და ამ დროს JDS-ის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში იწყება და საქართველოს უბლის გვერდს დღის წესრიგში ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის. აი მიხეილ ყაველაშვილი რომ თბილი მისაუმებით მაყოფილია, ამის იმედად ხომ ვერ ვიქნებით ბატონო კახა, სად ხედავთ თქვენ, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა არსებობს, როცა რეგიონში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და საქართველოში ის უბრალოდ არის. მაგაზე საუბრობ ზუსტად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს გადატვირთვა ურთიერთობების ახალი კურსიდან დაწყება. არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ დაიწყოს ურთიერთობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მზად რომ ხართ ეს გავიკეთ. რა საკითხით ბატონო ამისთვის ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს? ჩვენ ნახეთ. ჩვენთვის ყველაზე მთავარი რა არის? ნაბიჯის გადადგმა რა ნაბიჯი? აბა იქნებ თქვენ. რა ნაბიჯი რა უნდა გადადგას საქართველოს? თქვენ ხართ წარმომადგენელი პარტიის
მე მაგას გეუბნები. ქართული ოცნების პოლიტიკა რა არის? თქვენ მეუბნებით ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობთ. თქვენ თუ არ გადადგათ ნაბიჯს, და გადავდგით განელოდებით ნახეთ. ნაბიჯს. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის არასამართლიანი უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, თქვენ არ შეამოვნეთ ამაზე რომ ვსაუბრობთ ზოგადად და არ შეამოვნეთ ის, რომ ამ ქვეყნის ბატონს გახლავთ მისი აღმოჩენილება ქართველი ხალხი. სუვერენული სახელმწიფო ვართ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ელოა პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პატივი უნდა ჩვენ არცულ, ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ დამოუკიდებლობას და ვთქვით, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი კურსი. შეიძლება კიდე დაჭერდეს დრო. მიუბრუნდები ბატონ შემკეთებელ ქარხანებს. თქვენ კი ამბობთ, რომ არც სამის შემდეგ არის დაგვიანებული ამ საკითხის მოკვლევა, მაგრამ მკვლევარები ფიქრობენ სხვანაირად. საუბრობენ თქვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ეს იყო კომპანია, რომელშიც 50% ფლობს მერია. ალბათ სად არის თქვენი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მერის სხვადასხვა სტრუქტურებში და შეფასებებში ამ გარიგებებზე და კორუფციაზე ვსაუბრობთ, თქვენ თუ ვიცნობთ ამას? რა გარიგებებზე და კორუფციაზე ვსაუბრობთ? ფულის გაფლანგვაზე საუბრობს პროკურატურა, ხო? არანაირ ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი. ერთი თუ არც იცით კაცო რაზეა საუბარი, ხო? იყო გარკვეული დარღვევები, შეიძლება საერთოდ არც არაფერი არ იყოს. იყო გარკვეული დარღვევები და მიმდინარეობს ამის მოკვლევა. მაგრამ მარტივია. თქვენ გითხარით. კიდევ ერთხელ მიმდინარეობს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე მგონი არ არის სწორი მე ვისაუბრო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის პროცესი. თქვენს პასუხისმგებლობა. ჩემ პასუხისმგებლობა არის ის, რომ კანონის